მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ ჩვენს საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა. და უკვე რამდენიმე გადაცემაა ჩვენ საუბრობთ ერთ თემაზე, ეს არის ერთგვარი დაბრუნება გრძნობადი სამოთხედან იმზე ცივ სამოთხეში და ხა არ დაუბრუნდები წინა გადაცემების მოკლე მიმოხილვას, როგორც ამდენჯერმე უკვე თქვით უკვე ეს ყველაფერი, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი წინა გადაცემები იქიდან, შეგექნებათ უფრო სრული წარმოდგენა იმაზე, თუ რას ეთმობა ეს ბლოკი. ჩვენ კონკრეტულად უნდა ვისაუბროთ ესეთ თემაზე. შემდეგი რიგით. რა არის? შემდეგი კი გახლავთ, იყო ლაპარაკი დაკარგვაზე, შენარჩუნებაზე, აღდგენაზე, განვითარებაზე, ღვთის თქვა თვალით ხედვაზე, ღვთის მაგალითისამებრ ქცევაზე და ის შემდეგი არის ძალიან საინტერესო რამ. ადამიანი ისეთი არსება არის ის ჩაფიქრებული იქნა როგორც მარად სწრაფი ღვთისკენ, ღმერთთან, ღმერთში არსებობისკენ, სწრაფისთვის შექმნილი არსება. და ამ სწრაფვაში, მარადისობაში მოგეხსენებათ არ არსებობს რამე დამაბრკოლებელი საშუალებები. გახსოვთ ჩვენ ვისაუბრია მოგვიტანია მამების გამონათქვამები, მაგალითები იმის შესახებ, რომ ეს აქ არის ერთგვარი დამაბრკოლებელი საშუალებები, რომელიც ამ ჩვენს კოსმიურ აჩქარებას უშლის ხელს. ამ ქვეყნიური საშუალებები ჩვენ რთული ბუნებისანი ვართ, რთული აგებულებისანი ვართ, სულიერი, ხორციელი. და მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ეს სწრაფვა აჩქარება აღარ ფერხდება აღარაფრით. აღარ არსებობს აღარაფერი დამაბრკოლებელი, შემომაბრუნებელი, შემტრიალებელი ადამიანის თავისუფალი ნება აბსოლუტური აჩქარებით მიმართება. იმ მიმართულებით, რომელიც მან აირჩია. ეს იქნება ღვთისკენ, ეს იქნება ღვთისგან. და ვინაიდან ღმერთი აბსოლუტური და გარშემოუწერელია, როგორც მისკენ სწრაფვაა დაუსრულებელი, ასევე მისგან განშორება არის უსასრულო პროცესი. დამდგენელი პროცესი. და ამ გზაზე ყოფებს არაფერი აღარ აბრკოლებს. მაგრამ სამ ჩვენ აქ ვართ, აქ ესე მარტივად არ ხდება. და შეიძლება ადამიანს ერთხელ ძალიან უნდა წავიდეს ლოცვაზე, წავიდეს წირვაზე, იმარხულოს, მაგრამ რაღაცა გამოჩნდება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი და ადამიანი ან იპოვის თავისთვის გამართლებას, ან შეიძლება გამართლება არ იპოვოს, მაგრამ ესე თავჩაქინდრობა ხო, არა იყოს. არ ვისა. არ ვქნამ იმასაც სწორი, არამედ იმას მივყვები, რასაც მივეჩვი. თუნდაც ვიცოდე რომ არასწორია, მაგრამ მე ამას ძალიან მივეჩვი. კეთილი. და აქ არსებობს ძალიან საინტერესო რამ. როგორ შეიძლება ვიცოდეთ? არსებობს რაიმე ისეთი ოქროს კანონი, რომელიც დაგვიხვდება, კი დაუშვათ მაცხოვარმა, ჩვენ თქვით რომ მოგვცა მაგალითი, ჩვენ უნდა მიუბაძოთ ამ მაგალითს, ღვთის მიმართ, მოყვასის მიმართ იყოს ჩვენი ცხოვრება მთლიანად გაშლილი, მაგრამ ახლა წყალზე სიარული გვიჭირს, წყლის ღვინით გადაქცევა ყოველთვის არ გამოგვდის, მკვდრების აღდგინებაზე რა გითხრათ და ჯვარცმოზე ხო საერთოდაც. მაშინ ჩვენი საზომი რა არის? ჩვენ რა გვმართებს? ჩვენ როგორ გვმართებს? იმიტომ რომ ბუკვალისტურად დავიწყოთ მაცხოვრის მიბაძვა, მას დავემსგავსებთ ხო, მგონი ფილიპინებზეა ხოლმე ყოველთვის ესა წითელი პარასკევი, იქ ვიღაც ადამიანები ჯვარს ეცმიან ხოლმე, ვიღაც ქალბატონია მგონი ჩემპიონი, რამდენიმე ჯერ მგონი 1000-ზე მეტჯერაც კი არის უკვე ჯვარცმულის ქალბატონი, შემდეგ უხორცდება ეს ჭრილობები, ერთი წელი ელოდება რომ კიდევ ჯვარს ეცვას და ასე შემდეგ. ეს ხომ ფარსად ქცევა არის ჯვარცმისა. ეს ხომ შოუა. ქრისტეს ჯვარცმის ამ გამომხსნელი მაცხოვნებელი ღვაწლის ატრაქციონად ქცევა არის. პამ პარაპარამ. ეს მივდივართ, ხო? ეს რომ არ ვაკეთოთ, მაშინ რა უნდა ვაკეთოთ? და აქ არის ძალიან საინტერესო რამ, ჯერ გასაგებია რომ
სასურველია ეტაპობრივად დავუმალდეთ, დავიწყოთ იმით, რომ რაღაცაზე ვთქვათ უარი, შემდეგ უკვე რაღაცა მოვიხვეჭოთ, რომ შევისვოთ ის, რაც დაგვაკლდა და ასე შემდეგ. ამ მხრივ ძალიან საინტერესო რამ არის სახელმძღვანელო. როგორც წესი, სახელმძღვანელო ითვლება ხოლმე ბერმონაზვნების სამაგიდე წიგნად, მაგრამ რატო? ეს არის წმინდა ივანე კიბის აღმწერლის კიბე. ერთ-ერთი ყველაზე გენიალური წიგნი, რომელიც დაწერა მსოფლიოში. თავად ივანემ თხოვნით დაწერა, არ უნდა ამის დაწერა. გრაითის მეზობელი მონასტრის 30 კილომეტრი ამათ შორის დაახლოებით. მეზობელი მონასტრის წინამძღვარმა თხოვა და ამ ადამიანს მეორე მოსეს უწოდებენ, ხო? და საოცრად წერია, ამ ადამიანმაო თუკი მოსემო აღვიდაო ფიზიკურ სინათლეზე და გასულ მოსე შედის უკუნში, წყდიადში. და ძალიან საოცარია წმინდა გრიგოლ მოსელთან გვხვდება, ხო? როდესაც ბრძანებს მამა, რომ ეს წყდიადო სიბნელი არ იყო. იმიტომ რომ არსებობს ორი ტიპის რეალობა, როცა ადამიანი ვერ ხედავს. როცა ძალიან ცოტა სინათლეა და როცა ძალიან ბევრი სინათლეა. ზეჭარბი სინათლე. და იმ მოსეო შედისო ზეჭარბ სინათლეშიო. გასულ ფსალმში ვითარცა ბნელი მისი, ესევე ნათელი მისი. იმიტომ რომ იმდენად თვალის მომჭრალია, რომ შენ ვეღარ ხედავ აღარაფერს. შენთვის ეს სიბნელი, შენ სიბნელეში ხარ. ეს პროჟექტორები თვალებში აგვინთონ. პროჟექტორები ცოტა უფრო ძლიერი სინათლის წყარო იყო სინათლაზე. ხო? იცას თავად უფალი მოდიოდა მოსესთან სასაუბროდ. ხო, აი ამ ზეჭარბ სინათლეში შედის მოსე. და იო მოსე აღვიდაო, ხოლო ამანო იოანებო, აი ამ სულიერი სინაიდან ჩამოიტანა ეს სინათლეო და ჩვენ გვიბოძავ ადამიანებს. ძალიან საინტერესოა ეს წიგნი, თავისი საფეხურები, როგორ რითი იწყება, სოფლის დატოვებით, ხო? და სიყვარულით მთავრდება. რატომ ვთქვით ახლა ჩვენ ეს? როგორც წესი, აი ეგ მონასტრულია და მორჩა. პრინციპში მოდი ეს რა ვთქვათ. რა განასხვავებს მონასტრულ და საერო ცხოვრებას? თუკი მონასტრულში ავიღებთ იდეალურად, ხო, რასაც ქვია ეს ასკეტური ცხოვრების წვერვალი. განმარტოებითი ცხოვრება. ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ არ უნდა იცხოვროს ადამიანმა მონასტრის საძმოში, ან დათაკრებულში, არა. ლაპარაკი იმაზე, რომ შინაგანად მხოლოდ ღმერთი და ადამიანი. ეს არის მონაზნობა, ხო? რა განსხვავება, ხოლო საერო ცხოვრების უმთავრესი გამოხატულება არის მწვერვალი. ჩვენ თქვით, ეს არის ქორწინება, ოჯახის შექმნა. ჩვენ ოჯახებიდან მოვდივართ და ოჯახებში უნდა რეალიზდეთ, ჩვენ ეს თქვით. რჩეულების ხვედრია, რომ მხოლოდ ის, სადღაც დაყუდებაში, სვეტზე, ის და ღმერთი იქ ბრუნდება ის იმ ოჯახში. დანარჩენებს ან მონასტრებში აქვთ და იქ ყავთ დები და ძმები და მამები და დედები, ან აქ ვართ ერში და გვყავს დედები, მამები. იქაც ხომ არის, როდესაც მღვდელმთავარი იგივე კათედრას შეუღლდება ხოლმე, როცა მღვდელმთავარი გარდაიცვალება, კათედრა დაქვრივდაო, ითქვება. ხო, ოჯახის ტერმინოლოგია ქრისტიანობაში ყველგან არის. სულ ერთია თქვენ ქალაქში ცხოვრობთ თუ უდაბნოში ცხოვრობთ. და ამიტომ რა განსხვავებაა ამ საერო და სასულიერო, მაბადით, მონასტრულ ცხოვრებას შორის პრინციპში? თუკი ორივეს მწვერვალს ავიღებთ. უქორწინებლობა, საკუთარი ნების უარყოფა, უპოვარება. სამი მთავარი აღთქმა. მე ჩემი საკუთარი ქონება არ გამაჩნია, მე ჩემი ნებით არ მოქმედებ, მე უქორწინებელი ვარ. ეს როცა მონასტერში ვარ. როცა ერში ვარ, აბა ნახოთ. აქორწინებულ ადამიანს საკუთარი ქონება გააჩნია, ყველი ჯაგრზე არ ვახლაპარაკი, ყველი ჯაგრი შეიძლება მონასტერშიც თავისი ქონდეს ადამიანს. არა, ქონება საერთოა. მე
თავისუფალი ადამიანი დამოუკიდებლად ჩემს ახირებას აუყვებით ესე განვაგებ ჩემს ცხოვრებას? არა. თუნდაც ოჯახში ვცხოვრობ, ჩემი და იმ ადამიანის ნება, ვისაც მე შევქმნი ოჯახი და ვინც მე უფალმა გვაჩუქა ამ ოჯახში, ჩვენი ნება პოულობს საერთო კონსენსუსს და ჩვენ ერთად ვწყვეტთ რაღაცას, ერთად ვდგამთ ნაბიჯებს. ასე იგი იერარქია აუცილებელია ყველგან და ყოველთვის, გასულ ჩვენ თქვი თავის დროზე ამაზე. ადამიანი თავისი სტრუქტურით არის არათანაბარი არსება. ამიტომ არათანაბრობა ადამიანების ბუნებაში ყოველთვის ადამიანის სოციუმში ყოველთვის იქნება. ამიტომ ეს კომუნიზმი რომ ყოველ თანაბარი იქნება, ეს თავიდანვე უტოპია იყო. რა თქმა უნდა იქნება. ოღონდ ორი ვექტორი დავასახელე ჩვენ. არსებობს იერარქია, როდესაც ვიღაცა სიყვარულით უთმობს და მას უფრო მაღლა აყენებს. წმინდათ მოთავეობა, ხო? იერარქიას. იეროს წმინდა იერეოს მღვდელია, ხო? და არქია თავი. წმინდათ მოთავეობა. როცა სიყვარულით ადამიანს უფრო უპირატესად მიიჩნევ, აყენებ მას შენზე მაღლა. და სუბორდინაცია. როდესაც ვიღაცას იქვემდებარებს. ჩვენ ვთქვით, რომ იერარქიულობა 60-ეული რეალობაა. ჯოჯოხეთი სუბორდინაცია. უფრო ძლიერი დემონი იმორჩილებს უფრო სუსტ დემონს და ასე შემდეგ. პატარა ჭინკებამდე ჩადიან, ხო? აი ეს ვიღაც. ერთი პავლე მოციქულის წესებრა იყოს, ხო, რომ ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლის და ხორცის წინააღმდეგ, მე ასახელებს ის სეციური იერარქიის სხვადასხვა დასების სახელებს, ხო, მთავრობანიო, ხელმწიფებანიო. და არსებობს ესეთი ამაზეც გვისაუბრია ერთ-ერთი ინტერპრეტაცია, რომ ეშმაკიო ის რომელიც დაეცა, გასულ თქვენ ერთი ინტერპრეტაცია, რომ მეცხრე დასის ანგელოზი იყო და ერთ არსებობს, რომ ქერუბიმთა დასიდან იყო და ქრისტიანები მოახმე ქვერუბიმები არიან ეგენიო. ისინი ვინც ქვევით არიან და თავის ქვეშ ცდილობენ კიდე მოიყოლონ, ქვეშ მოიყოლონ ვიღაცები და ესე დათრგუნონ. სუბორდინაცია. ამიტომაც ეს არის იერარქიულობა, სუბორდინაცია განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების. და რა თქმა უნდა, ოჯახშიც იერარქია უნდა იყოს. სიყვარულით დათმობა. ის უფრო წმინდა, ის უფრო აღმატებულია, ის უპირატესია. მე შემდეგ მდგავარ. გასულ დღეს ცნობილი გამოთქვა, რომ სიყვარული არისო ის მდგომა, როცა შენ არ გეთაკილება თქვა, რომ მეც აი მე რომ ც ვარ. არა თუ მე და შენც, არამედ მეც. ეს არის თქონდა, როგორ ბუნებრივად ამბობენ ხოლმე, ხო ადამიანები შეყვარებულები, რომ მეც, მიყვარხარ, მეც. მომენატრა, მეც. როცა მე ვარ ც, ნორმალურია, როცა ეს გრძნობა შენში ბუნებრივად მოქმედებს. აბა სხვა შემთხვევაში მე და შენ ც. ხო და მე შასე რა განსხვავება არისო? ერთადერთი აღთქმა აღმოჩნდა განსხვავებული მონასტრულსა და საერო შორის. სწორედ ეს ქორწინება. ქორწინების საიდუმლო უკვე განწმენს ამას შესაბამისად ამ აღთქმის დაცვის ვალდებულება არ გააჩნია არავის ვის ქორწინებაშია. დანარჩენი ორი აღთქმა ხო იგივე დარჩა. საკუთარი ნების უარყოფა, თვითონ უარყოფა და არა ის ანეკდოტში რო არის. ქმარი რო ეუბნება ცოლს ბოლოს და ბოლოს მაქვს თუ არა უფლება ჩემი აზრი მქონდესო. რა თქმა უნდაო, და ახლავე გეტყვი როგორ უნდა იყოს ეგ შენი აზრიო. პასუხობს ცოლი. ხო, ამას ასეთ ურთიერთობაზე არ გვაქვს ლაპარაკი. მაგრამ საკუთარი ნების დათმობა. ნუ ამას ძალიან უნდა ახლა სერიალის ყურება, იმას ძალიან უნდა ფეხბურთის ყურება, მაგრამ საბოლოო ჯამში ორივენი მიუხვდებიან ბავშვს და კუბიკებით რაღაცას თამაშობენ. ხო, აი რაღაც აი ეს. შესაბამისად წმინდა იოანე კიბის აღმწერლის ეს წიგნი კიბე არანაირად არ იქნება ზედმეტი და აი ამ დიდი მარხვის განმავლობაში სადაც დიდი მარხვის მეოთხე კვირა გვიწევს, ხო? ჩვენ წმინდა იოანე კიბის აღმწერლის ხსენება, პერიოდში შეიძლება 68 დღეში შეიძლება 50 თავის საკითხვა, 30 საფეხურის გავლა. ნუ თვალით მაინც გავლა.
ცხოვრებით ამის გავლა ბევრად უფრო რთული იქნება და ახლა ამაზე არ გვაქვს ლაპარაკი. შესაბამისად, აი ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ინსტრუქცია, რომელთაც ეკლესია ადამიანს ეხმარება აი იმ წინა საფეხურებს, ჩვენ დასაწყისში გვახსენეთ, იმ საფეხურების გავლის შესაბამისად მისცეს ინსტრუქცია, როგორ უნდა იაროს. სად გადის მისი? იქ აღწერილია ადამიანის ჭიდილი მუცელთან, იქ თეორიის საოცარისტი ირონიით, ხო? როგორ უფლებს ჩვენზე კუჭი და მუცელი. როგორ აქ არის ბრძოლა საკუთარი სხვადასხვა ვნების და დემონების წინააღმდეგ, რომ ისინიც ხომ იცლიან ზოგჯერ ჩვენთვის. კი, ესეთი სანუგეშო სიტყვა არის ეკლესიაში თქმული, რომ დემონები იცლიან მოღვაწეებისთვის, იმიტომ რომ ხა შემომხედავენ მე, ესე ჩვენ ხელშია კაცო, ისედაც ზარმაცია, ისედაც მათყუარა, ისედაც ნაყროვანების ჭაობშია ჩაფლული, გემოთმოყვარეობას ვერ გაურბის, ამპარტავანია, ფუჭმეტყველებს, ესე ჩვენი კაცო. ლევანზე არ მოვწდებით. აი ის ვიღაც, აი ის მოღვაწეა, მოდი იმას დავეჭიროთ. ხო, მაგრამ ეს ნუგეშად, მაგრამ ვინ თქვა რომ ბოროტებას გააჩნია რამე ესეთი შეზღუდვა, რომ უბრალოდ არ მომუნდეს გაერთოს. სადმე გინახავთ, რომ წარმართულ საზოგადოებაში მიუღებელი იყო დაცინვა და დამცირება იმისას არ დაუმსახურებია ეს. უბრალოდ დაჩაგორის მცდელობა. თუმცა ჩვენ ამას ვხედავთ, ჩვენ სრელობაში ვხედავთ, რომ წარმართობის რეანიმირება არის ეს. ქრისტიანულ საზოგადოებაში ეს ხომ გამორიცხულია. უბრალოდ გასართობად ჩაგრავდე. აი, არენაზე გამოყავდეს, არაფერი დაუშავებიათ. მაგრამ ლომებს აგლეჯინებდე. ცეცხლს უკიდებდე და ღამით შენს ბაღებს ანათებდე ამით. რა პრობლემა არის? უბრალოდ შენ ხო ამითია, ისინი კივიან, ხავიან, რომ იწვიან და შენ ქსიამონებს ეს. გავიხსენოთ ხო, როგორ ხდებოდა ძველ ქანაანში, სადაც უზარმაზარი სპილენძის კერპი, როჩინაც ცარელი იყო, შინ უნთებდნენ ცეცხლს და ესე ედო ხელები და ამაზე უწოდნენ პირმშო ბავშვს. და ეს გავარვარებული სპილენძი, ეს ბავშვი იხრუკებოდა, ხაოდა, კიოდა, წიოდა. ეს ჩვენმა ღმერთმა შეიწირა ჩვენი ბავშვი. არა იმიტომ რომ იმ ბავშვმა რამე დააშავა, როდ ვინ თქვა რომ ბოროტ ძალებს არ სიამოვნეთ, აი ესე უმიზეზოდ, უსაბაბოდ დაცინვა დამცირება ვნეს. ამიტომაც წმინდა იონე კიბის აღწერილი ამასაც ყვება. როგორ არის რომ ჩვენ შეიძლება ვიგონოს ჩვენგან არის რაღაც, იქ ბევრად უფრო სერიოზული ტიპები არიან ჩართულები. კეთილი. ახლა შეგვიძლია ესეთი რამ თქვა შემაჯამებლად რა. იმისათვის რომ ადამიანმა ეს დაბრუნება შეძლოს, გაიაროს ეს გზა. სწორად გაიაროს ეს გზა. თუნდაც იქ იყო მოცემული მაგალითები, ხედვისა მაგალითები, ქმედებისა, მაგრამ უშუალოდ მის ცხოვრებაში როგორ უნდა რეალიზდეს ეს მოცემული მაგალითი, ამისთვისაც ეკლესია ჩვენ გვაძლევს მშვენიერ სახელმძღვანელოს. წავიკითხოთ მაინც, თუ არ შევასრულებთ, წავიკითხოთ მაინც. იმედი გვაქვს რომ საკითხვაზე არ დავთავრდება ეს ყველაფერი და ისეთი დიდი ადამიანის ტექსტი არის რომ მისი ლოცვა აღაზრავს ჩვენში სურვილს რომ მივბაძოთ მას. მაგრამ ნახოთ. ყველაფერი ღვთის ხელშია. კეთილი. ამჯერად ამით დავასრულებთ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.